ყველაფერი დაიწყო იმით, რომ წასასვლელი გავხდი ტაჯიკეთში, სამსახურეობრივი მივლინებით. რა თქმა უნდა, გამაცილეს ჩემებმა და ნიაკოსთვის მარტივი არ იყო იმის მიღება, რომ დედა დიდი ხნით არ იქნებოდა სახლში. ხო, იცი, აი აქ უნდა შევიდე უკვე. იმიტომ რომ მე გავფრინდე თვითმფრინავში შევიდე უნდა. შენთან მეც მინდა შენთან, მაგრამ ეხლა ვერ გამოვა ეგ. შენთან. მამა გელოდება მიდიკე. მივლინება გახდათ ერთთვიანი, რა თქმა უნდა ეს არ იყო მოულოდნელი, საკმაოდ ადრიანად გამაფრთხილეს ამის შესახებ სამსახურში და ბავშვსაც ყველანი ვესაუბრებოდით, ვაფრთხილებდით, რომ გარკვეული პერიოდი დედა სახლში არ იქნებოდა. თითქოს ამას იღებდა, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დადგა, თქვენც ნახეთ ახლა კადრებში, რომ მაინც გაუჭირდა დედის გაშვება და ჩემთვისაც ძალიან რთული იყო ეს პროცესი. მით უმეტეს, რომ მანამდე ერთი თვე არასდროს ყოფილვართ ერთმანეთის გარეშე და მოკლედ ორივესთვის ძალიან რთული იყო და ბიჭებისთვისაც რთული აღმოჩნდა. ეს კი დუბაიში გადაჯდომის პროცესი გახლავთ, საქართველოდან პირდაპირ ფრენა ამ ეტაპზე არ გვაქვს ტაჯიკეთში მოგეხსენებათ და ამიტომ მოგვიწია გადაჯდომით. ისე მოხდა, რომ ტაჯიკეთის დედაქალაქის დუშანბეს გაცნობას თქვენთვის პარკებით და მისი ქუჩებით ვიწყებ, რადგან ფრენისგან ძალიან დაღლის, მანამდე არ მქონდა იმის თავი, რომ აეროპორტში ჩაფრენის და სასტუმროში მიშვის პროცესი გადამიღო, თან საკმაოდ გვიან მივედით სასტუმროში და ამიტომ მაპატიეთ ეს ყოველივე. კიმჩი ოქროა. დედი კიმჩი არ აღსანა. ტინეიჯერ ვახსენე დღეს და რაღაც კაფემნავი კიმჩი. ცენტრალური ქუჩები საკმაოდ მოწესრიგებულია, თუმცა ხალხს არ აქვს ჯერ ჩამოყალიბებული ის კულტურა, რომ ნაგავი ქუჩაში არ უნდა დაყარონ, კატასტროფა ხდება მაგ მხრივ ცოტა ისეთ გვერდით ქუჩებზე. ეს გახლავთ კაფე 28 Monkeys, რომელიც თავადაც ხედავთ როგორი თანამედროვე დიზაინითაა და მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ დიზაინი, არამედ კერძებიც და კოქტეილებიც ესეთივე თანამედროვე და თან ძალიან გემრიელი აქვთ. ძალიან სასიამოვნო გარემო და თანამედროვე მუსიკა აქვთ. ასე რომ თუ რომელიმე თქვენთაგანი მოხვდებით ტაჯიკეთში, კერძოდ კი დუშანბეში, დედაქალაქში, ჩემი რეკომენდაციაა, რომ აუცილებლად ესტუმროთ ამ კაფეს. ეს ერთ-ერთი პირველი კაფე იყო, რომელსაც აქ ჩამოსვლის შემდეგ ვეწვიეთ მე და ჩემი მეგობარი და მოხიბლულები დავრჩით მას შემდეგ კიდევ რამოდენიმეში ვიყავით, მაგრამ ეს მაინც ნომერ პირველ კაფეთ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. აქ საფეფარაშოში შეგაჭყიდებთ. უბრალოდ იმდენად თანამედროვე და კარგი დიზაინით იყო ყველაფერი გაკეთებული და ისეთი მოსასვენებელი სივრცე იყო, რომ არ შემეძლო არ მეჩვენებითა, თორე ახლა საფის ბარში შესვლა კამერის აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენდა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ როცა მოვდიოდი, არ ვიცოდი თუ ესეთი თანამედროვე ამდენი შენობა იდგა ამ ქვეყანაში, რაღაცა მეგონა ძველ საბჭოთა კავშირში მივდიოდი. იგულივ სულ მშენებლობები მიმდინარეობს, აი სულ ახალი კორპუსები შენდება. ჩემი აზრით, რასაც ხა მე დავაკვირდი, ძველი პატარა შენობები ალბათ აქაც იყო ეგრეთ წოდებული ხრუშოვკები და ისინი ანგრევენ მაგებს და აშენებენ ახალ კორპუსებს. ეს არის ამათ პარლამენტის შენობა, რომელიც თაშან აუშენებიათ და სხვათა შორის, როგორც ადგილობრივმა მითხრა, ჩინელებს უჩუქებიათ. ჩინელებს აუშენებიათ და გადაუციათ საჩუქრად ტაჯიკეთისთვის, ამ დუშანბესთვის, მოკლედ პარლამენტის შენობა. ლამაზი შენობა მინდა გითხრათ და როგორც ამ ადგილობრივმა მითხრა, იქო მე ვერ ხედავ სიმართლეს გითხრათ, მაგრამ აწერია კიდეცო ჩინურადო, რომ ჩინეთისგან არისო საჩუქრადო და მე ვერ დავინახე სადა წერია, მაგრამ წინ მომივალ ცოტა იქნანაც გაჩვენებთ. აი ესეთ განან ახალგაზრდა ბიჭები, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სულ ახალგაზრდები შევხვდა. აქ პარლამენტის შენობასთან, პარკის შესასვლელში, მოკლედ მთავარი პარკები რაც არის, ყველგან და ისეთი კარგი შენობები. განან ეს ფოტოგრაფები და
მიდიხარ გიღებენ ფოტოს. მე მოგზდევენ ამ ფოტოაპარატში, გაჩვენებენ შენს ფოტოს და რაღაცა თანხებს ითხოვენ, ნურამდეს ითხოვენ, არ ვიცი, არ დავინტერესებული ვარ. ხო და სიმართლე გიხართ, ძალიან გამიკვირდა ეს, იმიტომ რომ ადრე ჩემს ბავშვობაში მოგეხსენებათ მე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე ჩემს ბავშვობაში ბათუმშიც იდგნენ ესე, ხო და კონკრეტულ ადგილებზე იდგნენ ფოტოგრაფები და თუ გინდა მიხვიდეთ და გადაიღებდი ფოტოს. და ესენი მოგზდევენ, გიღებენ, ესე რომ დადიხარ, გიღებენ ფოტოებს და მე გაჩვენებენ, რომ აი როგორი ფოტო გადაგიღე. გთხოვენ ფულს. აი ცოტა მოვუახლოვდით. აქეთ ჩემი მეგობარი თავისებს აცნობს დუშანბეს. ალბათ გესმით ხმები და მე კიდე თქვენთვის ვიღებ ვიდეოს. უკეთ ესეთი მშვენიერი პარლამენტის შენობა. მე ძალიან მოვიხიბლე ამ შენობით, ვიზუალურად ძალიან ლამაზია. ძალიან ბევრი მაგნოლიის ხეა, რითიც რაღაცნაირად ჩემს ბათუმს მახსენებს, მოგეხსენებათ იქაც ძალიან ბევრი ხეა. ხო, მართლა ამ ადგილობრივმა ასევე მითხრა, რომ აი ამ ადგილას, ანუ ამ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ მოძრაობთ, ძალიან ბევრი ხე იყო. მაგრამ გაჭიხისო ეს ხეებიო და მეთქი როგორ ესე თავისუფლად ისე გავიკვირვეთ, თქოს ჩვენთან ჯერ არ მოხდა ეგეთი რაღაც, მაგრამ ნუ მაინც ასე თუ ისე მეთქი ჩვენს ქვეყანაში ხალხი მაინც ესე მარტივად არ მისცემს ეს გაჭიხისუფლებას. ჯერჯერობით ჩვენს მოსახლეობას თუ არ აქვს ამაზეო ინფორმაციაო, არ ითავისებენ რამდენად მნიშვნელოვანი და კარგიაო ხეო ადამიანისთვისო და საერთოდ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ, როცა ხეები იჭრებაო და ძალიან ესე თავისუფლად და მარტივად შეუძლია ნებისმიერს მოჭრასო ხეო. აბა. აჰა, აი, წინ კიდე განანაგე ფოტოგრაფები. აი, ნახეთ. გადამიღო და ხომ ყურებს ფოტოს და ახლოს რომ მივალ მე მაჩვენოს. მოდის ჩვენსკენ. ჩვენ არ ვიმჩნევ, თვითონ ვერ გავიკეთ რომ გადაგვიღო. აჰა, კიდე მიღებს, აი. როგორ და ესე გიღებენ და მე დაგზდევენ, მოდიო, ფული მომეციო და აგიმჟღავნებო. თუ გამჟღავნებასაც არა და ისე გადმოგზავნოს გეუბნებიან, არ ვიცი. აი, წინა მხრიდან პარლამენტის შენობა. Как? Можно снять это? Ай, როგორი ფოტო გადამიღო. Спасибо, ну. ну, საქმრობა ჯობია, რაღაცა საქმეს აკეთებენ, ერთ-ორ კაპექსი შოვიან. რაღაცა იყიდეს, რაღაცა არ იყიდეს. ხო, მინდა კიდე გითხრათ, რომ პოლიციელებს აცვიათ ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი ფორმები. ფაქტშორის მამა ჩემი ადრე პოლიციაში მუშაობდა და ეგეთი ფორმა ჰქონდა. ცისფერის პერანგები და დიდი ესეთი ქუდები და მუქი ნაცრისფერი წითელზოლიანი შარვლები, ეგეთი ფორმით არიან. ზოგს თეთრი პერანგი აცვიათ, ზოგს ეს ძველებული ცისფერი პერანგი. რომ ვიკითხე რატო აცვიათ ერთი სხვადასხვა, ორივეო ნაციონალური ფორმაა და გარღვევა არ არის, რომელიც თუნდაც შეუძლიათ ის ჩაიცვათ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ხდება ყოველ სულ გრძელკლავიანები. აჰა, კიდე მეორე მოდის ფოტოს მიღებს. მიხაჩუ. Спасибо. ყველა საუბრობს რუსულად. როგორც კადრებში ხედავთ, მიხვდებით ალბათ, რომ მაინც დამიყოლიეს. აღმოჩნდა, რომ ერთი ფოტო ღირს 3 სომონი და დაახლოებით 1 ლარია რა ჩვენს ქართულ ფულზე. ფოტოები რაც მაჩვენა ძალიან მომეწონა, სიმართლე რომ გითხრათ. და მეთქი, კაი, რამდენიმეს გადავიღებთქო და 3 ან 4 ფოტოს ავარჩევთქო და კარგიო. მოკეთ მაპოზიო რა, გადამიხო სადღაც 50-ზე მეტი ფოტო და აღმოჩნდა, რომ კი არ გიმჟღავნებს ამ ფოტოებს. უბრალოდ შენს მიერ შერჩეულ ფოტოებს გადამყვანით შენს ტელეფონში გადმოგიტანს. დანარჩენს წაშლის. იმდენი ფოტო მომეწონა, რომ სადღაც 70 სომონს გიგავწდი მე მგონი და მაგრამ ქართველი, რისი ქართველი ხარ, ცოტა თუ არ იცუღლდე ხო და მეთქი, ჩამიყარეთ ხო რა ტელეფონში, ჩემს ტელეფონში ავარჩევ მეთქი და რაც არ მომეწონება, მე შენს თვალწინ წავშლით ხო. კარგიო დამთავრდა. მეც airdrop-ით ჩემს მეგობარს გადავუგზავნე ყველა ფოტო, ჩემთან დავიტოვე 1-4 ფოტო, ნაგვისუნაც გამასუნთავებინა და ესე დავემშვიდო 4 ფოტოს ფული გადავიხადე. იმ წუთას კი ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ თემაზე, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ
მე რაღაცნაირად ცოტა გული დამწყდა და რაღაცა შეცდომის გზნობა გამიჩნდა, რომ ერთი ადამიანი თელყი ქუჩაში დგას და მე რაღაცა მოვატყუე თქვა, უკეთ არ ყოფილა ეს თაღლიდობა მთლად ჩემი კომფორტის ზონა. აი რასაც დავაკვირდი, როცა გესალმებიან, სრულიად უცხო ადამიანები ქუჩაში გესალმებიან და თან ხელს გულზე იდებენ მოსალმების დროს. აი რაღაცა თან დადებითად მეჩვენა ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან მაღალი სადროშე, მოდი მე ესე ვიტყვით და ვიტყვი და თუ ვინმე მიცით სწორი გამოთქვა როგორ ამისი დამიწერეთ. რომელიც ამ დრომდე იყო სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სადროშე და ეხლა აზერბაიჯანელებს გაუკეთებიათ უფრო მაღალი. მოკეთ ამაზე კიდეა დროშა, რომელიც რამდენიმე ტონას იწონის. და გუშინ წინ ჩამოუხსნიათ ეს დროშა, გასარეცხათო თუ შესაცვლელადო და 100 კაცს მიქონდაო, 100 ადამიანს მიქონდა ერთდროულად, რომ ისეთი მძიმეაო. და რავი, ახლა ვერ გაჩვენებ ჩემს წამოსვლამდე თუ გაკიდეს, მე აქ დავურთავ პატარა ვიდეოს. მე კიდე კარგა ხანს აქ უნდა ვიყო. თეო როგორ? ტაჯიკეთში ინდური სიმღერები უყვართ როგორც ჩანს. ანუ იმ დღეს ტრანსპორტში მოლდოვურიაო გოგოებმა იცნეს და განაწყენებული ვარ ძალიან. დრო ჯერ აქვთ კიდე რომ სადმე? სადმე ესე როგორ? ჯიმსლადა. აჰა. ამათა რატო ვერ ჩა? რა ვერ მომიწონეს ერთი რა. ისე წამოვედით ჩვენ აქედან რომ შეცდომა გამოუსწორებელი დარჩათ. არცად არ გაგვიგია ქართული მუსიკა მთელი ერთი თვის განმავლობაში. ეს გახავთ ველიკი სომონი, ქალაქის ცენტრი, პარკ რუდაკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც როგორც მივხვდი, აქაურებს ძალიან უყვართ და ხალხმრავლობა ამოდივათ და პრეზიდენტი. აი ვერ ვიჯერობ, რომ მართლა ასე უყვართ პრეზიდენტი და მაგიტყვა, რომ ყოველ კუთხეში მაგათ მისი ფოტოა გამოჭიმული. უფრო შიშის ფაქტორი მგონია მე ვიდრე სიყვარულის. მოქმედი პრეზიდენტის ოჯახი უკვე 30 წელზე მეტია მართავს ამ ქვეყანას. მანამდე მისი მამა იყო პრეზიდენტი, ეხლა თვითონ არის ბიჭი მისი დედაქალაქის მერია, ქალიშვილიც თანამდებობის პირია, ქალიშვილის მამა მთელი პროკურორი ყოფილა ადრე და კიდე ქალიშვილის ოჯახის წევრებიც თანამდებობის პირები არიან და არა კაცო, რა ნეპოტიზმი, რა სისულელია, ჩვეულებრივი დემოკრატია. ეხლა ვართ ხისორში, ქალაქ გარეთვარ. ეს ადგილი დაარსა ალექსანდრე მაკედონელმაო. ერთ-ერთი გავლის სასამართლოს მოკლედ. მოვედით და ვნახოთ აბა რა დაარსა ერთი მაკედონელმა. ბავშვებისთვის გასართობის სივრცე. სხვა არაფერია. აი ეს სუვენირებია, სხვა შეიძლება შეგიძლია აი ეს ისეთი რაღაც კავები იქირაო. იქირაო და სადა 10 არ ვიცი 20 ის. აი ფოტოები გადაიღო, ხო? ადგილობრივ ნაციონალურ სამოსში, ხო? Кольца для серьги. Тигровый глаз, tiger eye. Пчелиный. Пчела знает? Да, да. Это пчелиный. Это аметист. Аметвисто. Нет, аметвисто. Green agate. И оникс. Это натурально, не китайская стекляшка. Конечно. Натуральный оникс. У нас есть горный козел, змея. Snake eat. Really? Это натуральный рога, не пластик, не алебастр, а натуральный рога. А это просто сувенир. როგორც
წვე გითხარით რუსულად საუბრობენ ვიდრე ინგლისურად, თუმცა ზოგადად ახალგაზრდებმა უფრო იციან ინგლისური ამბობენ. ეს ჩვენი პოლონელი კოლეგაა. Это работа 1930-х годов. Это Это песочный камень. Авантюрин. ავანტიურები. Это русский, понимаете? ეს Камень перемен. ამიღერა ეს მათ ჩუქეს, იმიტომ რომ ეს დანა შევიძინებ, ხელნაკეთიაო. თხის ძვლით არის ეს გაკეთებულიო და ეს Вот შევიძინებ здесь старый фото смотри, вот это старый фото. გვაჩუქეს. 1700. აქაურობა ადრე? Это гости. მაგარი მოქნილი კაცია რა. ეს არის მაგათი საკერავი მანქანა თუ საქსოვი მანქანა, რავი როგორ ვთქვა. მოკეთ ძაფებით ნატურალურ ქსოვილს ამზადებენ და მე იმით შეგიძლიაო შეიკავო კაბა, შარფი და ასე შემდეგ და ასე ხისგან ხელით აწყობილია და უდევთ იქვე რომ ნიმუშად გაჩვენონ რაი როგორ იქმნება მაგათი შარფები და ნაციონალური სამოსი. როგორც თვითონ ამბობს 1200 ნემსიაო ეხლა ამ დანადგარზე. შენ რა უჭირავს? ოკეი. სკორცელის სასტავია თუ ნუ იყო ამბავი ტაში თუ შევიღო და ჩვენ შიგნით ვიყავით მაგ დროს და დასრულდა ქორწილის სტუმრები ნაციონალურ სამოსებში გამოწყობილი უნდა მეჩვენებინა თქვენთვის გაპრანჯული ტაჯიკებიც ძალიან უყვართ ჭყუელა ბრძოლას ტაჯიკი ციგანი ჭყუელა ბრძოლა რაღაცები ძალიან უყვართ მოკეთ ციგნები აქაც არიან აქაც თხოვენ ფულებს საჭმელს და ასე შემდეგ ისიც თურქულ რესტორანზე შეჩერდა არჩევანი ძალიან ლამაზი გარემოა აი, აქ ვიყავით ახლა ჩვენ. პარკი. სტაცია. ლამაზი. აქუნა მასა. აი, როგორ საბავშვო სივრცეა ნახე. იაკრო აქ მოსულიყო, გაგიჟდებოდა. ნუ, აი ეს არის თურქული ულუფები. ნახე რა ხედა. ესე კი ხა მოვედით მერგონის ბაზარი ესე ქვია ამას ამ შენობას ხო და სუვენირებიო რაღაცებიო იყიდებო და დავათვალიეროთ ერთად რა იყიდება სავაჭრო ცენტრია რა მოკლედ მარცვლეული, თხილეული. სუნელები. აი წინა. აი ყალა.
ბათუმში იყო ხოლმე ადრე ესეთი. ეხლაც არის ბონის ბაზარი. ეგ არის ზუსტად. ძირითადად თხილეულია. ლეღვის ჩირი. Hello. ახლა ჩურჩხელას წავაწყდე. გამარჯობა. ახლა ჩურჩხელას წავაწყდე ფაცადმეა. კაფალია. აი როგორი. იყიდება პრეზიდენტის ფოტოები ხალხნო. შეგიძლია ეს ჩარჩოში ჩასმული? უყიდო. მეგობარს და აჩუქო. და როგორც ესეც ჩემმა გამომწერმა მომწერა რაღაც სტორი რომ მე და პრეზიდენტი რო არის მეთქი ყველა კუთხეში თქო პრეზიდენტის ფოტო თქო მომწერა რომ ნუ მოკეთ ტაჯიკეთთან შეხება აქვს და იცნობს ძალიან ბევრ ტაჯიკს მომწერა რომ 10-დან 1-ს მაინცო ტელეფონზე მთავარ ფოტო უყენიო პრეზიდენტის ფოტო ეხლა წარმოვიდგინე რომ ეს საქართველოს ადამიანი რო გააჩერო და რაღაცა რომელიმე ჩვენი ან მოქმედის ან ძველი პრეზიდენტების ფოტოები რო კონდეს ტელეფონის ეკრანზე. ეს არის ჩვენი სასტუმრო. პირველ დღეს მეორე და მესამე დღესაც არ გადამიღია. ეს შემოსასვლელია, ფოტოები. Hello. დამოვედი ცოტა აი იუნიდანაც შეიძლება ჩემს ნომერთან ასვლა, მაგრამ ხარ თქმა უნდა დაკეტილი მაქვს აი ის კარები და ვერ შევალ, ამიტომ რეცეპშენიდან შეგიყვანთ. მე ვეცდები რომ სადილის დროც დაგათვალიერებინოთ. ქარისა. ცეები საჭმელები ამბები. მაგრამ ეხა იქ არ მივალმე. დავაგრძელებ აქედან გზას. ველოდოთ ლიფტს, ხო ქვემოთ სპორტ დარბაზი და აუზია, მაგასაც მე გაჩვენებთ. ეხა ძალიან დაღლილი ვარ. ეხლა მხოლოდ გზად სადაც უნდა გავიარო, მაგას გაჩვენებთ. მას ქვია ატლასი ამ სასტუმროს. აქ პატარ-პატარა სუვენირებია. თუ მინდა იყიდი, წაიღებ, მოკლედ. მოვიდა ჩვენი ლიფტით, ლიფტსაც გაჩვენებთ. როგორც ჩანს ოქროსფერი ზოგადად უყვართ ამ ქვეყანაში. ესე მე ჩემი დაღლილი სახე შეიჩნია. გავიდეთ. ესეთია. ხა დამაგებლები ლაგებენ ყველა რაღაცებს და ცოტა რეულობა, მაგრამ ისე ჩემი ნომერი აქვეა. წესით უნდა დაელაგებინათ. მქონდა აი აქ დატოვებ მინიშნებას, ანუ რა გინდა რომ გააკეთო. და წესით დაალაგებული უნდა იყოს, მაგრამ არ არიან ნამყოფები, რატო? ხოთ შორს აი აქ რომ მივუთითე, აქ ოთახში აინთო, მაგრამ გარეთ არ აინთო და შეიძლება მაგიტო. არაუშავს, არეულობა მაინც არ მაქვს, მილაგებული მაქვს. ეს ესეთი საძინებელი. აი ესე შემოდიხარ. სამუშაო მაგი და ოიდე და ესე. Hello. ესეთი შენილი მილაგებული მაქვს მე. მიუხედავთ იმისა, რომ დალაგებული ყოფილა, ახლა გაჩვენებთ ჩემს ვერანდას. რაოდენ დიდი ვერანდა, ну ზოგადად საერთოა ეს აზიაროა, მაგრამ დამლაგებლები ისეთ ფორმებში, უნიფორმებში დადიან. აი, რამხელა ვერანდა. ესე გამოდიხარ. აქ უკვე სხვა ნომრებია, ყველა შეუძლია ვინც ამ სართულზეა გამოვიდეს. აი ესე არ უნდა იმუშაოს, ახლა ესე გიცი ხა. ჩემს ოთახთან ესეთი დივანია, სადაც ხა დამაგებელი ისვენებს. შემოვედი ჩემს ოთახში, მოკლედ
ხო, როგორც გითხარით რატომღაც ის ნატურა არაინთო და ეტყობა, მაგიტო არ არია შემონასრულები და არ აქვს თეთრეული გამოცვლილი და არც აბაზანაა მილაგებული, თუმცა ერთი შეხედვით რაც იყო, ეს ჩემი ფენი, რომლის გარეშე ძარცად არ დავდივარ, მე და ფენი ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობთ. Ну, კი ვიცოდი რომ ნომერში იქნებოდა ფენი და არის კიდეც, მაგრამ მე ვისწორებ ხოლმე ჩემს წინამოებს და რაღაცებს, ამიტომ ეს ფენი არ გამომადგებოდა. ესეთი სველი წერტილია აბაზანა. საბანი. სულ ეს არის ნომერს რაც შეეხება და სავარჯიშოებს, ტრენაჟორებს და შემდეგ მე ცალკე გაჩვენებთ. ცალკე რა ამავე ვიდეოში ოღონდ მოკეთ ხა მომიკაკუნა დამლაგებელმა და ესე იგი რაში ყოფილა საქმე მე რო გავდიოდი ეს ბარათი ამოვიღე და აი ამას მერე დავაწექი და მაგიტომ გარეთ არაინთო ხო და აღმოჩნდა რომ ეს ჯერ არ უნდა ამომეღო აქ დავაწვებოდი რომ დასალაგებელია და მერე ამას ამოვიღებდი ესე გავიდოდი და იყვე თანათებს ნახეთ ამიტომ ჩემი შეცდომა იყო ეს და დამლაგებლები არაფერ შუაში არ არიან. თორე ანუ არენთო გარეთ თორე დამილაგებდა, მაგრამ არა უშავს მე უთხარი დღეს დაისვენე მაშინ ხოლ დამილაგეთქო და შემაქეს სხვათა შორის თქვენო ჩვენო ძალიან სუფთა სტუმარი ბყავხართო. ხო, ვცდილობ მე ზოგადად მე თვითონ სამსწაუნებს არეულში ყოფნა და ამიტომ დამლაგებას ასე არ ველოდები. როდის გამისწორებს საწოლს და როდის მიმილაგებს ჩემს არეულ ნივთებს მე ვცდილობ რომ მე თვითონ მოვაწესრიგო ხოლმე ჩემი ოთახი. თურიანი კარდა ერთ მხარეს საკიდებია, მეორე მხარეს თაროებია. სულ და სხვა შორის აქ კიდე სეიფია, უბრალოდ ჩემი ნივთებია და ხა მაგის ჩვენების აუცილებლობა არ არის. მაგრამ სულ ეს არის ესეთი დარბაზია სავარჯიშო მე ხალათით რო ვარ რანგას არ ვიმჩნევთ იმიტომ რომ აპირე პაუზე ჩასვლას ახლა უსაც გაჩვენებთ დასახდელები რამე რომე ბარახტება ой, აქედან გარეთ გადიხარ. ნახე? ეს არის. ამ წაღან რო დავიხრჩვით სიცხისგან აივანზე პირდაპირ შეგვეძლოთ ჩამოსვლა, ხო? გარდა იმისა, რომ ეს კორპუსები ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, მინდა აღვნიშნო, რომ აქვს საბავშვო სივრცეები, რომელიც ჩიპით შეგიძლია შეხვიდე რა, შეღობილია და ჩიპით შედიხარ ამ სივრცეში და ბავშვი უფრო დაცულია ესე მარტივად უცებ გზაზე ვერ გამოიქცევა. მოდღლეზილი მაიკიტრას გამოგიცხადდი რა არც ისე მოდღლეზილი არ ვარ მეგობრებო თუდი არაფერი ფიქრობ ესე ყველაზე დიდი მეჩეთიო ხო ესე იცნობენ ამ მეჩეთს რა ქვია აქ იყო ნამაზი ანუ ლოცვა მაგათი დროით და აი მისი სრული სახელი არის იმამ აბუ ჰალიფა. მინდა აღვნიშნო ამ ხალხის ზედმეტად თბილი განწყობა ტურისტების მიმართ. მუდამ მზად არიან დაგეხმარონ და დახმარების ხელი გამოგიწოდონ. მაგალითად, როცა ჩვენ ამ მეჩეთის სანახავად მოვედით, აღმოჩნდა, რომ იგი ტურისტებს მხოლოდ 5 საათამდე იღებდა და უკვე გვიანი იყო 8 საათი ხდებოდა. თან მოვედით იმ დროს, როცა მათი ნამაზი, ანუ ლოცვა იწყებოდა. თუმცა როცა გაიგეს, რომ ტურისტები ვიყავით, გუკითხეს საიდან ვიყავით რაღაცა და თუ
თუ ძალიანო გინდათო მეჩეთისო დათვალიერებაო, დაგველოდეთო, ნამაზი რო დასრულდებაო, გვერდითა შესასვლელთანო იყავითო და გამოგაკითხავთო გარეთ და შემოგიყვანთ დაგათვალიერებინებთო და ისიც მოიგრძნენ, გამოგვაკითხეს. აი ეს შესამოსი რაც მათ სვია, ესენი გამოგვიტანეს და შეგვიყვანეს, დაგვათვალიერებინეს ყველაფერი. ისე გამოგვაცილეს მე. 17 тысяч человек, получается, вау. Какой большой. Если вы попадете в кадр, это ничего, да? Не, ничего. Чем мне говорит, пехза их здесь. Мецуква гахтели мокс. Таро ак. Пехза цмели битарши. Стройные, пока еще не разрешили. Вот это вот не есть балкон. Там перед ним наш имам стоит. Ну пока еще не было, да, так, что Женщинам не разрешили. Строили, просто не разрешили. Ага. Ну, кайкითხო, აივანი ქალბატონებისთვის გაკეთდაო. მაგრამ ჯერ არ მივუციათ ნებართვა რომ დაესწრონ. Ой, მე რა მხელა. И что там написано? Сура Корана все вот. Коране что сура. Из Qurana, да? Ну, Qur'an. Ага. Qur'an-დან არის წარწერებიო ზედო. ეს არის კაკლის ხე და ყველა ანუ რაც არის ასეთი ყველა არის ხელით ნაკეთი. Это балкон тоже ручная, вот там, что дерево. Ისიც აივანიც ხელით ნაკეთი. და აი რამდენია ეგეთი, ნახეთ ყავისფერი რაც არის, რასაც ხედავთ ყველა ეგეთი. შეიძლება უკასლო, რა გაგვიყვანა. რაოთეო? ჭაღი. Там наш имам стоит. Оттуда он Да. читает, да, молитву? ჩვენი იმამი დგება აქო და იქიდან ოცლობსო. Набат, знаете, не знаете? ქარხანაში დამზადებული ხალიჩა არის. Это, наверное, тоннами весит, да? Да. Такая большая. Ну, здесь почти площадь гектар. Да. Თითქმის 1 გექტარი. ეს განათება არ გეგონოთ რომ საახალ წუთ გაანათეს და დარჩათ. აი ესე არისო მუდმივად ქუჩებშიც აი რო ჩვენთან რომ საახალ წუთ მოთავენ ხოლმე შუაში რო ჩამოკიდებენ რაღაცეებს გზებზე. ესეთი რაღაცები 24/7-ზე კიდია მოკლედ მთელი წლის განმავლობაში. ეს გახლავთ აკვაპარკი დელფინი, უბრალოდ დელფინ ვოთერ პარკს ეძახიან აქ. რომელიც საკმაოდ ადეკვატური ფასი ღირს, სხვათა შორის 100 სომონი 4 საათის განმავლობაში, ხოლო მთელი დღე 150-180 სომონი. შაბათ-კვირა საერთო დღეებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებსაც და კაცებსაც შეუძლიათ შესვლა. კვირის დღეებში კი დაყოფილია ქალების დღეები ცალკეა, კაცების დღეები ცალკეა და როგორც მახსოვს, ფასიც ნაკლებია. ზოგადად ამ ქვეყანაში როგორც ჩანს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვების გართობას, ყოველგან ყოველ კუთხეშია ბავშვთა გასართობის სივრცეები და აქ პროგრამაც კი ჰქონდათ საბავშვო. ქალაქიდან ცოტა მოშორებით აქვთ მეორე გასართობი კერდა აკვაპარკი, კული დუშანბე ქვია, რომელიც ამაზე ბევრად დიდია და ფასითაც მეტია. სტიკლოლის მაიდანზე ვართ. რაღაც ახალი პარკია. რამდენადაც მე ვიცი ხარბზემდე სწორი ინფორმაცია, მაგრამ როგორც ვიცი რაღაცა ახალია, იმიტომ რომ აქცენტულობას ეგრე გითხრა იმ ახალ პარკთან გინდათო და იცი მომენტიც. ჩვენ მოვდივართ მსჯელობთ რაღაც მუზეუმი, ან შეიძლება მართლა მუზეუმი არ ვიცით რა არის, მაგრამ
ანუ გქონია რომ ვიღაცა გმირები არიან გამოსახულების და თუნდე ბატონი პრეზიდენტი. ანუ უკვე ისეთი სიხშირით ხედავთ ამის ფოტოებს რომ ვცნობთ. ნუ ხა ამათთვის გმირია ეს ბატონი და კაც მაქსალა როა იხდი 70 სომონს და მე შედიხარ მოკეთ როგორც ვივარაუდეთ რა მუზეუმია პირველ სართულზეო მეორე სართულზე გალერეა ყოფილა და მე ადიხარ 100 მეტრის სიმაღლეზე საიდანაც გადმოხედავ თელს დუშანბესო და კაი იქნებოდა ღამით მოსულიყავით ალბათ რომ ლამაზი იქნებოდა მაგრამ ვეცდები დღის და ლამაზი კადრები გადავიღო ну რა თქმა უნდა ჯერ მომდა შესვლა უკვე აჰა პრეზიდენტის ფოტოებია. خوش اومدید. خوش اومدید. მგონი ირანულათაც ეგრეა. მუზეუმის რავი რა გითხრა, უფრო სუვენირები იყიდება. უფრო სუვენირებია ვიდრე მუზეუმი. ჟერა სიტყვი. და საყვარელი პრეზიდენტი. აი ეს გითხარი ბიჭია მისი. ბიჭი არის აქ ნეპოტიზმი და რამე არ არის ხალხი უბრალოდ მისი ბიჭი მერია ქალაქის მეტი კი არაფერი მუზეუმში ზიან ქალბატონები მზეს უმზირას მიირთმევენ მზეს უმზირის კაპწკუპი რო ისმის თან ვიდეოშიც ხალხს ამოხსენები მოიქენ. სერიოზულად მუშაობენ მზეს უმზირას შეგეთქმები იქნება მაშინ ვიდეოში. ნაციონალური სამოსია მოკეთმით იმხდებოდით ალბათ. ეს ჩვენი თეა. მზადება ფოტოსთვის. ქვარი როგორი ხმლები აქვთ. ჩემსავით ყანწი არ გეგონოთ ვინმეს ხმლებია. დანები. ეს ქვებია სულ მე მგონი. ქვებით აქვს გაკეთებული. ესეთი მოკლედ. სადაც უნდა მეხვიდე ყველგან იყიდება ხმლები, დანები, ანუ სუვენირების საკითხებში რა. ინსტრუმენტები აქვთ. ალბათ ნაციონალური საკრავები. აბა მიდი, ჩამოსხე ჩვენ გურს ჩამოკარს იმები. არ მოკიდო ხელი იგი. ეგე ჩამოკარი. და ჯიკე არ ჩამოკრათო. მე ესეთი რაღაცა, ანუ ესეთი ნახატით თითქოს მახსენდება რომ სახში რაღაც მქონდა. ხო, მართლა შემოსვლის ფასი არის 70 სომონი. და ნუ შემოსვლაში ხდიან 70 სომონს და ორივე სართული და მათ შორის ის მაღლა მე-14 სართულზე ასვლაც შედის ამ ფასში დამატებით მეტი არაფერს გადახდა არ გიწევს.
მოგვეცო ფოტოებია გამოფენილი. აბა მიდი იპოვე საქართველო. არ გადავწვდები თორე ეგე ორ ზღვაშუა ძველი საომარი იყო ლელო. აი ამის ფონზე მიდოდა ფოტოები, მაგრამ ის ფოტოები ფოტოგრაფებმა რო გამოვიდა მიღეს წესით უკანეს უნდა ჩანდეს რაც დაბლარულია. ფოტოები დაბლარეს. ჩვენ ხოლმე წინ ხედი ვიცით ამას. ნუ როგორი ჩინმედლებია გამოფენილი. ტელეფონები. ეს საბეჭდი აპარატია. მაგრამ ესეთი კალენდარი მახსოვს. ესეთი საბეჭდი აპარატიც მახსოვს. სხვათა შორის. კაპ მე ხელი რომ უნდა გაგეკრა. აუ ესეთი კი იყო ცოტა უკათა. მამასაკის ვარ რომ ეს ნივთები ვიცი. ეცნობა. სახში ესეთი გქონდა წითელი, ესეთი. ესეთიც. და ტელევიზორები აკუმულატორზე რო ერთდებოდა. ვაიმე, ეს ეთყობა გოგო, მოდი, აჰა, პრეზიდენტი ახალგაზრდობაში გაიცანი. მე არ ჩანს შუქი ისე უტყვა, აი. ახალგაზრდა ბიჭო. აქა კიდე. მიკურს მაკეტი არ აქვს გაკეთებული და არ ზის შიგნით პრეზიდენტი. ზოლოტო. აი, გასაღებები რა აქვს. მაგრამ შემინულია, ვერ შეხვალ ვერ დაჭდები. ფოტოს ვერ გადაიღებ შიგნით. ეს ამბავია, ამოვედით სუმაღლა, 14 სართულია. ეგიდან ჩანს ეს მთელი დუშანბე. ისეთი ფართე მოაჯირია, რომ იქით ვერ ვჭრები მე. აშკარად ღამით ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა, იმიტომ რომ როგორც ჩვენთან განსაკუთრებით აჭარაში ყველაფერი გადანათებულია, ისე ახლა აკაცა. აი ის დროშა დაკიდეს. აი დროშაზე რო გიყვებოდით რამოდენიმე ტონს იწონის. ტონას იწონის თქო. დაუკიდიათ. შევედან არ ჩანს ხოლმე ეს დიდი როგორც არის სიამოვნებაში. როგორც უკვე აღნიშნე, ბავშვთა გასართობის სივრცეები არის ყველგან. ძალიან ბევრი და ეს კონკრეტული არის რაღაც პარკი, რომელიც ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და სულ გასართობის სივრცეებია ბავშვებისთვის. ნუ ძირითადად აქ უფრო ფასიანები, ფასები ნამდვილად არ ვიცი და რაც მინდა აღვნიშნო, რომ აი საღამოს როგორც კი მოსაღამოვდება ხალხო ქუჩები სავსეა ოჯახებით ერთად დასეირნობენ ისე ცოტა ჩვენს ქვეყანაში ცოტათი მაკლია ეს ყველაფერი. აქ კი გახდით რესტორანში ჯგუფმა რომელიც აქ ვიყავით ჩამოსული გადავწყვიტეთ ერთი საღამო ერთად რესტორანში გაგვეტარებინა ეს რაღაც ნაციონალური ცეკვებია რაღაცები ვცდილობდით რომ გაგვესინჯა და გაგვემებინა ნაციონალური კერძები რესტორანში ვარ აქ შეხედავ რაღაცა რომ მოდიხარ მოკლედ პირველი რაზა ჭამო სუპი გინდა არ გინდა ძიანი და მიიღოს და ჩამოგვირიგეს ყველა ძიანები საქართველოში რომ ვიღეს მოგეი საკეიფოდ მოსულკასია საქართველოში
Ში საკეი ფოტოს უკან რესტორანში დავდივით კი ბატონო პაკბელია. ეს გახდათ ხორცის ასორტი, იქ იყო როგორც ცხრის, ისევე საქონლის და ქათმის ხორცით დამზადებული კაბაბები, მწვადები, რაღაცები. მე ცხრის ხორცი არ მიყვარს, ამიტომ პირი არ დამიკარებია. ძალიან გვინდოდა გაგვესინჯა, ყველას გვინდოდა, გვაინტერესებდა აქაური ფლავი გაგვესინჯა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საღამოობით არ აკეთებენ ფლავს. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს კონკრეტული რესტორანი ბუხარა ერქვა თუ არ ვცდები. არ აკეთებდა ფლავს, ჩვენ მხოლოდ შუა დღეზეო, მე აღარო. და ამიტომ არ გვაჭამეს ფლავი. დავრჩით ისე. ესეც ვერ ვიტყოდი რომ ნაციონალური ცეკვა თქვენდო რომ აშკარად ინდური სიმღერაა და მაგრამ რაღაცა შოუ აქვთ რა თავიანთი. პროგრამა აქვს თავიანთი სხვა მელოდიებზე ცეკვავენ რაღაცებს და მე ვინდა მაგრდებდა ახლა გადმოხდი. ნუ მთლად ჩალახო არც ეს იყო, მაგრამ რაღაცა წააგავდა და რაღაცეები ვიბოდიალე. ეს გოგონა შავი კაბით სომხეთის წარმომადგენელი გახდათ და წამოდიო კაცო ჩვენ ცეკვები ერთმანეთსო გავსო და წამოდიო შეუბეროთო და მე კაი გავს ხო შეუბეროთ. ეს კი უკვე წამოსვლის წინა დღეა და წავედით ტურში ისკენდერკული ან ისკანდერკული ზუსტად არ ვიცი. იქეთკენ მივდივართ, საკმაოდ მაღალზეა და კლდეებში გაჭრილ გზაზე გიწევს სიარული 3 საათის გზა არის, ოღონდ ძალიან ლამაზი ბუნება. და ხურეთ ჩემთან ერთად. ამ ადგილს კი მე პატარა რიკოთი დავარქვი. ზუსტად რიკოთზე რო ჩერდებიან სამაშტო ტაქსის ძღოლები და ჭამენ საჭმელს, აი ეგეთი სიტუაცია იყო. ესეთი უცნაური მაგიდები აქვთ, აი ნახეთ ახლა გამოჩნდება როგორც დამოგორებული ზიან, ფეხსაცმელებს აქ იხდიან, ალაგებენ და წვანან და ისე ჭამენ რა. ნუ აქვთ ესეთი ჩვეულებრივი მაგიდებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მაგათი ტრადიციული სტილია, მე მგონი ესეთი სუფრები. აი ესეთი ბნელ გვირაბში უნდა ვიაროთ, ანუ გვირაბებში არსად ჩუქი არ არის. და ეს არის ყველაზე დიდი 3 კილომეტრიანი გვირაბი, სადაც არც ვენტილაცია. გავედით როგორც იქნა გვირაბიდან, სადაც ვენტილაციას არ იყო და ფანჯრები და კიდევ იქნა მძიმე სუნი დგასო და როგორც იქნა მოვისუნთქეთ. 3 კილომეტრი უჰაეროდ გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. და როგორ ხარ? ხალხო კარგად. გზად ესეთი უცნაური სახლები გამოვიარეთ, სადაც აშკარად ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ წიაღისეულ მადანს მოიპოვებენ და შესაძლოა ეს მუშები ცხოვრობენ, თქო ვიფიქრე, თუმცა ბავშვებიც ბევრი ჩანდნენ. ეხლა კადრში კარგად არ გამოჩნდა, მაგრამ მაინც. თუმცა აქ მოსვლამდე, სანამ ეგ სახლები გამოჩნდებოდა, მანამდე საკმაოდ ისეთი დიდრული უბანი გამოვიარეთ, იყო ძალიან კარგი სახლები, თავისი აუზებით და მთელი ამბებით. ესენი გიდები არიან. ესეთი ჯოხები დაგვირიგეს. ეხლა ჩანჩქერთან უნდა წავიდეთ და ისეთიო ვიწრო ადგილებიაო რა, გასავლელი და ამიტომ ეს ჯოხები აუცილებელიაო, ფეხსაცმელები კარგად შეიკარითო და უკან არ იხუროთო, რომ ფეხი არ დაგიცურდესო. არც ისეთი ვიწრო გზა არ აღმოჩნდა, რავი ჯერჯერობით.
თუ ეს ჯოხები ყოფილიყო საჭირო. ანუ აი ალბათ ამ ადგილებისთვის იყო საჭირო ეს ჯოხები. ალბათ კი არა, ფაქტია რომ საჭირო იყო, ამიტომ წინასწარ არ უნდა იტლიკინო ადამიანმა. მე რომ დამემართა რა საჭიროა თქო. თურმე საჭირო ყოფილა თან რაღაცნაირად აი სიმყარე არ აქვს ნიადაგს ფეხს აბიჯებ და ცურავს ფეხი. მონღოლი ქალბატონია იქ და თავის საკრავზე უკრავს. ალექსანდრე მაკედონელის გამოგვაბულთან მივდივართო და აჰა, მოვედით. აი ეს არის. სულ ეს არის, რასაც ხედავთ. მეტი არაფერი. აქ ვიღაცას კარტოფილი ყავს მოყვანილი. მაკედონელმა დარგო ალბათ თავის დროზე. თუ დათესა. იქ რაღაცა არის. ასავე. პატარა ოთახი. საბოლოოდ კი მოვედით აი ასე ტბასთან, სადაც ცოტა წავიხემსეთ, მცირე შესვენება გავაკეთეთ და ისევ შევუდექით გზას უკან სასტუმროსკენ. ანუ ისევ 3-4 საათი ვიარეთ დაახლოებით. აქ ვიღაცები ცურავდნენ და ჩვენი ჯგუფის 2 წევრმაც გადაწყვიტეს სოწყალში ჩამხტარიყვნენ. მე კი დაგემშვიდობებით და იმედია საინტერესო ვიდეო გამოვიდა თქვენთვის საყურებლად.